დავით დოიაშვილის გათავისუფლების საკითხს ეხმარება კულტურის მინისტრის მოადგილე ბექა დავითულიანის განმარტებით სამინისტროს მხრიდან არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად თეატრის ხელმძღვანელობა სადამფუძნებლო მიზნებით გათვალისწინებულ ვალდებულებას არ ასრულებდა, ხოლო თეატრში შემოქმედებითი პროცესი თვეების განმავლობაში შეჩერებული იყო. მისი თქმით, მოვალეობების შესრულების შემთხვევაში მსგავსი შედეგი არ დადგებოდა. ლასლო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიის დრამის თეატრი არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. შესაბამისად, როგორც ყველა სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მას აქვს ვალდებულების სახელმწიფოს წინაშე და სადამფუძნებლო დოკუმენტაციით დავალებული აქვს, რომ ის აწარმოებდეს შეუფერხებლად შემოქმედებით პროცესს. ბოლო დაახლოებით 5-6 თვის მანძილზე მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, შემოქმედებითი პროცესი თეატრში არ აღმდგარა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან უწყვეტი დაფინანსება ჰქონდა, 1.200.000 აქვს ბიუჯეტი სახელმწიფოდან გამოყოფილი. შესაბამისად, მოახდინა სახელმწიფომ რეაგირება მისი ერთ-ერთი ქვეუწყების, სიპის უფლება-მოვალეობების არ შესრულებაზე. ეს იყო და ეს, რომ შეესრულებინათ ეს უფლება-მოვალეობები, არავინ არ შეეხებოდა.